你好，冰淇淋中行。金钱看起，超细诺，我们起来了。谢谢Mate Shan。金比林的。მოგესალმებით, დღეს ვიწყებთ უკვე მეორე ეპიზოდს ჩვენი პოდკასტის, რომელსაც ქვია ქართული ხალხი ამას არ მოისმენს და აღარ მოისმენს. უმეშლება. ერთხელ მოისმინა უკვე და აღარ მოისმენს. შესაბამისად აღარ მოისმენენ. დიახ. შესაბამისად გილოცავთ. ჩვენ ჯერ არ დავუხურივართ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბიზნეს საქართველოში უკანასკნელი ხალხი, ვისაც ეს რაციონალური აზრი გვაქვს, აი საგიჟეთში გამოუკეთეს და აქედან მოუწყებლობთ. კი, მე ჩემს კედლებში ვიღაც ცხოვრობს, შეიძლება ითქვას და ასევე გადი ჩემი თავიდან. რატი? გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესაც. დიდი მადლობა, მეც გილოცავ მათე. მოდი, ჩავარტყათ კვერცხი. და იმანაირ ჯოს რაზე ვილაპარაკებთ, ვისი კვერცხიც არ გატყდება. დავაი, თან წითელი კვერცხია, მინდა ხაზი გავუსვა. მიდი. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად. მე ვიგე. კარგი, ეს ატრიბუტი თუ შეიძლება რომ შეჭამე კაცო. ახლა ვერ გავარჩევ იმაში, ფედერაციაში. კი ბატონო. აირჩიე თემა და დავიწყოთ. თემატიკასთან ამოვიჩერდე, მინდა ჩვენი სტუდიის განახლებაზე ვისაუბრო. კი ბატონო. თქვენი შემოწირული 3 ლარით ჩვენ შევიძინეთ მწვანე ფონი, რომელიც არ ვიცი როგორ მუშაობს დროის ამ მოცემულ მონაკვეთში, მაგრამ იმედია კარგად. თუ კარგად მუშაობს, აქ გადის ბრწყინვალე Subway Surfers gameplay და ასევე მე წინა გადაცემაში ვთქვი, რომ აქ გავიდოდა Subway Surfers-ის gameplay, მაგრამ უყურეთ ახლა რა მოხდა, მე ხალხი დავაღალატე, იმიტომ რომ ვერ ჩავსვი იქ. ხო და ეხა მარტო ამაზე დამოკიდებული არ ვარ. თქვენი შემოწირული 3 ლარით ჩვენ შევიძინეთ ატრიბუტიკა, რომ ცოცხალი gameplay-ც გავუშვათ. დომინო. ძვირფასო მაყურებელო, თქვენი ფული არ იკარგება, ჩვენ ამას ყოველთვის რაციონალურად ვიყენებთ. კი, ნამდვილად ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანი არის, რომ ქართული კულტურა განვიხილოთ და როგორ შეიძლება განვიხილოთ ქართული კულტურა თუ არა უსტაპ-უსტაპი. ასევე მართლაც არის ბიზნეს საქართველოს უსტაპ-უსტაპი. დიახ, ნამდვილად და თან რაც თავარია საუნდ ეფექტებიც გვაქვს. ну, ჩოთკიც გვაქვს, ეს არ არის ტრადიციული ქართული ჩოთკი. ეს არის რაღაც ევროპიდან შემოტანილი ჰიბრიდული დამყნობილი ჩოთკი, მაგრამ ის ვერ ვიშოვეთ, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ბოლომდე არ ვართ ტრადიციული ქართველი, მაგრამ გვინდა და თუ რამე კიდე 3 ლარს თუ ჩაგვირიცხავთ, აუცილებლად შევიძენთ ნამდვილ ქართულ ჩოთკს. რატი? მოზილე. ახლავე მათე. სანამ შენ მოზილ თემას შემოვაგდებ მე, მოდი ვისაუბროთ წინა ეპიზოდში ვახსენე, რომ საქართველოში პროგრესივ სტაკის ახალი ვერსია არის, ოღონდ თუ იქ უმცირესობები იყო, ჩვენთან სხვანაირი უმცირესობებია და ესენი არის ამ შემთხვევაში მსახიობები და რეჟისორები. მოდი დოიზე ვისაუბროთ, რატი? დოი სხვადასხვა არის ძალიან უცნაური ფენომენი, იმიტომ რომ დღეს არის, გუშინ თუ არ ვწდებიან, გუშინ წინ გაავრცელა ესეთი განცხადება. ჯეიმი თუ შეიძლება მე ეს მძღნელი რომ ამოწიო და ვაჩვენოთ. ჯეიმი ბიჭო, ჯიმი კი არა. ჯეიმი ვთქვი. ოკეი, ჯეიმი ამოწია ეს მძღნელი. და გაავრცელა ესეთი განცხადება, რომ მის გათავისუფლებაზე ვინც ხელი მოაწერა, სამწუხაროდ არ ვიცი ის ქალი ვინ არის, იმიტომ რომ მე მგონი დოის გარდა სხვა არც არავინ არ იცის. და თქვა რომ ეს რა ქვია, ის ამას არ გააკეთებდა და ხელს არ მოაწერდა, იმიტომ რომ ეს რა ქვია, დიდი ხანია რაც ერთად არიან და ვერ უშვებს დოი რომ შეიძლება ვინმე მუღალატოს. მაგრამ ვაი რომ ეს რა ქვია, როგორც კი თანამდებობაზე ინიშნები, მაშინვე გიწევს ეგეთი რაღაცების გაკეთება და არა მარტო გიწევს, სხვანაირად არც დაგნიშნავენ მაგისთვის ბად რომ არ იყო. მაგრამ სამწუხაროდ ხო აი ძვირფასო მაყურებელო დღემდე ეჭერათ ვიღაცებს რომ არსებობენ ხალხი მაღალთემებებს რომლებსაც ამ ყველაფრის გაკეთება არ უნდა და ვინმე აძალებს. იმედია თქვენც არ მოგატყუებენ ამით. ასევე მე უარეს ვიტყვი, გეტყვი უბრალოდ არსებობს ხალხი, ვინც წერს ინტერნეტ ქსელებში, რომ წყვილი ყავს? არა, არ მყავს. არც მე. კი, მყავს, მე გატყუე, აი, ნაცური წყვილი გავუშვი. ეს არის დუბარა. ხოლმე იცოდეს ხალხმა. აქ მე ბევრი ფული რო გვექნება 4 ლარზე რო ავალთ, მე აქ კიდე ერთ კამერას დავაყენებ, რომ ზემოდან შოთი. ხო, რაღაც სამოვდით კი.
კიდევ უარესი გავიგონე, რომელიც ადამიანმა თქვა, რომ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრობის დროს ესეთი სისასტიკე არ მოხდებოდა. ხო, ნუ მოკლედ არსებობს ძალიან საინტერესო ადამიანები არსებობენ და ესეც შენი არა მოგატყუე. ხო, ძალიან სასაცილო ადამიანები არსებობენ და მათი აზრები რომ საერთოდ ესე ფუნქციონირებს დედამიწის ზურგზე არის ძალიან დიდი ტრაგედია და ესეც შენი 10. ხო, მაგრამ მან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეგეთი ადამიანების აზრი არ იქნება მნიშვნელოვანი, თუ მაგას ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს თვითონ ხალხი, რომელიც ამ ადამიანებს უსმენს, ხო? შეუძლებელია, რომ მე რაღაცაზე ვლაპარაკობდე და ჩემს საუბარს თუ რეზონანსი არ მოყვება, ამას ლაპარაკი გავაგრძელო. ერთადერთი მიზეზი, რატოც ჯერ ერთი ეს ხალხი ლაპარაკობს არის ის, რომ ამას ყავს მომხმარებელი. თან მიუხედავად იმისა, ამას დასცინიან თუ არ დასცინიან, ნებისმიერ შემთხვევაში გამოხმაურება აქვს და ეგეთი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი არის გამოხმაურება ძირითადად. აი, რა ვიცი, მაგალითად, ზაზა დობურჟგინიძეს მაგალითად ანუ მნიშვნელობა არ აქვს, თუ შენ აგინებ თუ ნორმალურად აელაპარაკები. მთავარია, რომ რაღაცაზე ელაპარაკები და ყურადღებას აქციო და შესაბამისად მათ შორის ძალიან უცნაური არის ხოლმე ის რა ქვია ვიღაცა პოლიტიკოსების განცხადებებს რომ დაათრევენ და ნახე ამან რა თქვა ანუ ვიცი ხაბეიშვილმა თქვა რომ ხუთ დღეში დამთავრდებიან ესენი რატო არ დამთავრდნენ ხო და ნუ კოცებისაც ხო დაათრევენ ეგრე და ახე რა დებილი ამან ეს რა თქვა ანუ რა ვიცი ნუ მას აქვს ფული შენ არა დაფიქრდი მან ერთ რაღაცაზე არის გასამახვილებელი ყურადღება რომ ეს ლიბერალური ბაბლი ჯერ კიდევ ვერ ხვდება იმას რომ აი რაც დოის ჩემის ლაბოდიში. დიახ, თქვენი ჩამოსვლა. უი, ბოდიში. ჩვენ დასწხოთ. ხო, კიდევ ვერ ხვდებიან იმ ფაქტს, რომ ეს ხალხი არიან ბოროტები, კოცებზე მაქვს საუბარი. ხო და აი როგორ აი დოი რო ამბობს რა, რომ დააძალეს. ეს იგივე დოია მაყურებელო ძვირფასო, რომელიც სულ რაღაც 3 წლის წინ უკვე 4-ის რასაკვირველად გადის დრო ადგილობრივ არჩევნებზე გამოგვეცხადა ჩვენ კახიკალაძის წინას არჩევნო იმაზე რა ქვია ყრილობაზე და გამოვიდა და თქვა რომ მე ქართული ოცნება კი არ მომწონს კალაძე მომწონს და მან სხვადასხვა საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმის, რომ არც არავინ არ დააძალა ეგ, ანუ შეიძლება მართლა მხარდამჭერი იყო და მივიდა ყრილობაზე, როცა შეძლო უბრალოდ რა ვიცი, ანუ ხმა მიეცა თუ აძლევდა, ანუ რა საჭირო არის საჯაროდ მაგის თქმა, მაგრამ ხო, მან უცნაური ის არის სხვადასხვა თან შეგვიძლია რომ კომისიასაც შევეხოთ ცოტათი ამ ყველაფერზე საუბრის დროს, რომ ეს ადამიანები იქამდე არიან ჩუმად, სანამ მართლა კონკრეტულად მაგათ არ ეხებათ ეს ყველაფერი. და რაც არ უნდა ესე პარადოქსულად ჟღერდღეს, რომ დღეს ხო არის მაგალითად მოწოდებები, რომ ხალხო გამოდით ქუჩაში, სანამ თქვენამდე არ მოვლენ, მანამდე არ ამოიღებთ ხმას და ზუსტად ეს ხალხი იყო, ნუ ყველა არა, მაგრამ რა დიდი ნაწილი ამ ხალხის, რომელიც არ იღებდა ხმას აშკარა უსამართლობაზე ნაციონალური მოძრაობის კიდე მხარდამჭერების და კიდე პოლიტიკოსების მიმართ. წლების წინ მათ შორის სალომე ზურაბიშვილს აქვს განცხადება აკეთებული, რომ ესეთი ამბავი იყო ზურა ჭიაბერაშვილი და ნოდარ ლადარიას ცემეს თუ რაღაც ეგეთი, არ ვიცი, ნუ რაღაც დაპირისპირება იყო და ამასთან დაკავშირებით რომ განცხადებები გავრცელდა, რომ ეს მოხდა და ვიღაცები თავს დაგვესხნენ, შენი აზრით რა იქნებოდა სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ამაზე? ლობიო მაჭამეთ და დაახლოებით ეგეთი რა და ისინი იმსახურებენ ხო ანუ უფრო უცნაური რაც თქვა რომ არ ეჯერა რომ ამას მართლა ვინმე თავს დაესხა ეს იყო ნაცების დაგეგმილი რომ თავისი თავები იცემეს როგორც ამბობენ ხოლმე რომ არა კაცო ეს ინსაიდი ჯობი თვითონ აკეთებენ ამ ყველაფერს რომ ხალხი გაამწარონ მან როგორ რაღაცა არის ხა იცი ეს ისე ლიბერალური დაუწერეთ 15 ეს ჩემი არის აქეთ შენი არის იქით კაი ხა მოვატრუალე და მაგითო გამოვიდა ეგრე კი ბატონო ხო ეს ლიბერალური ბაბლი ვერ გამოვიდა იმიდან რა ქვია იმ რეალობიდან სალომე ზურაბიშვილი მაგაბლის წევრი არ არის ეხა მოაჯდა მაგ ბაბლს და ძალიან წარმატებით მოაჯდა მაგრამ ეს ხალხი ვერ გამოვიდა იქიდან რომ მიხვდნენ რომ კოცები არიან დიქტატორები იმიტომ რომ მაშინ რა გამოდის რომ თვითონ რომ რატო არ ხვდებიან ეხა ამას მაშინ რა გამოდის რომ თვითონ რომ 2012 წელს მისცეს კოცებს ხმა მაშინ გამოდის რომ დიქტატორებს მისცეს ხმა
ეხლა რა ვიცი მე დაუშვებდა მაგას ქართველი განათლებული ლიბერალი მაგ შეცდომას არა და წეღან საუბრობდით და კიდევ ერთხელ გამიმეორებ საჯაროდ და სტრიმზეც მithქვამს ეს მე ზრულა სტრიმები მაქვს და შეგიძლია უყუროთ ზია ამაღლებელი არის ერთ-ერთი ასეთი ადამიანი რომელიც 2012 წელს აჭარის მუნიციპალიტეტში პირველი ქოცი იყო არა მარტო პირველი გახდა პირველი ქოცი არამედ ხმალამოღებული ქოცი იყო და რაც საჭირო არ არის ყველაფერი მან არის ყველაზე დიდი პრობლემა რომ ეს ხალხი ცდილობდა ეხლა აღარ არიან მენტალურად ქოცები არიან ისე მაგრამ აი მხარს აღარ უჭერენ რა ქოცებს ეს ხალხი თვითონ ცდილობს რომ თავი დაემკვიდროს აი ამ რაღაცა იმის წარმომადგენლად, იმიტომ რომ თუ დააკვირდები ქოცები, რომლებიც უკვე აღარ არიან ქოცები, იმიტომ კი არ წამოვიდნენ ქოცებიდან, რომ ამათში რამე დიდი ღირებულებები მოხდა, არამედ იმიტომ რომ იქ რაღაც არ ვიცი, ვერ დაალაგეს შიდა ამბავში, რომ არ ვიცი მე ბიძინა მარდანიშნა, რა ვიცი, სოფლის მეურნეობის მოადგილი რაღაცა. შენ ახლა ხალხზე ლაპარაკობ და მე გეუბნები სხვა ვიღაცებზე. ეს ხალხი არის ტორესამოსები. ტორესამოსი აღიარა თავის შეცდომა მეტნაკლებად. მაგრამ ეს ხალხი ვინც აი მაგალითად მზია ამაღლებული. ითამაშე. ხო, მაგას მივალთ ეცამი. მზია ამაღლებულმა რომელიც მას მოიყვანა ქოცები ის მე მყავდა პირადად ეგ არა მაგრამ ნეტგაზეთიდან და ბათუმელებიდან მყავდა უნივერსიტეტში მოყვანილი სტუმრად ჩემთან აგრარულში როდესაც ვსწავლობდი მათ უნდა განეხილათ ესეთი რაღაცა მოვლენა ბიზნეს მედია როგორც ბიზნესი საქართველოში ბათუმელების წარმომადგენელმა არ მახსოვს ეს შეიძლება თვით მზეა ამაღლებულიც ყოფილიყო არ მახსოვს იმიტომ რომ კორონას პერიოდი იყო და კამერები არ ჰქონდა ჩართული განაცხადა შემდეგი რამ ასლანის დროს აჭარული აქცენტით ვიტყოდი ასლანის დროს სულად ვიყავით და მაგრამ მიშას დროს ფლავარესად ვიყავით ჯო მაგრამ ახლა კარგად ვართ და 2020 წელია და ამას ამბობს ქოცებზე რომ ახლა კარგად ვართო ხო და ეხლა როგორ არის მზია ამაღლებელი დედა ახლა მან მთელი უბედურება ეგ არის რომ საბოლოო ჯამში როცა კონტექსტს ვერ აღიქვამ სადაც ცხოვრობ ზოგადად ხო და ლაპარაკობ ისეთ რაღაც იდეალებზე რომელიც არავი ლიბერალური დემოკრატია ვიცი მე ყველას უფლებების დაცვა ხო ეს კარგია რა თქმა უნდა ანუ მაგის წინააღმდეგ განავინმე არის უბრალოდ ანუ შეუძლებელია რომ ანუ რაღაცა კონტექსტის გაუთვალისწინებლად ეგ ყველაფერი გამოვიდეს და კონტექსტის გაუთვალისწინებლა არის ის რომ როცა შენ ერთ ძალას უპირისპირდები ერთ პოლიტიკურ ძალას ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას და ამას ანაცვლებ ბევრად უარესით და თან იცი რომ ეს ბევრად უარესია უბრალოდ ამ რა ვიცი რა ის გაქვს რა რომ ამ რაღაც პატარა რა ვიცი იმედი გაქვს რომ მე ახლა რა ვიცი მე უბრალოდ შევცვლი ან რა ვიცი ხო რაღაც შეგნიდან დავანგრევ მათთან რაღაც ეგეთ ხო ან მაგას საბოლოო ჯამში წირავ იმ თავისუფლებას რაც მანამდე ჰქონდა და იღებ ეხლანდელ სიტუაციას რომელიც ბევრად უარესია შეიძლება ითქვას რატი რომ ეს ადამიანები არიან მატყუარები შეიძლება ითქვას ერთ კონკრეტულ ადამიანზე სხვათა შორის რომ ძალიან სასაცილო ისტორია არის არ ვიცი შენ თუ გაქვს ნახი კედი დევდარიანმა დაპოსტა 2000 ну ქოცები რომ მოდიოდნენ 12 წელი იყო თუ არ ვხდები ან შეიძლება ცოტა მერე არ მახსოვს 2012 წელს მოდიოდნენ ხო არა შეიძლება ცოტა მერე აქვს დაპოსტელი არ მახსოვს რა და ну ესეც სტატუსი ზუსტად რომ ყველა დებილი მგონია ვინც ქოცები რუსები არ გონიათ თუ რაღაც ესეთი რა თუ მეშლება მაყურებელ ბოდიში ამასაც ამოუწყებთ მერე ვიპოვი. ხო და იქ დავით ზურაბიშვილი მაგალითად ამტკიცებდა რომ ხო რომ რას ქვია კაცო მეო წევრი ვარ მაგ ყველაფრისო და პირადად მეგეუბნები რომ არ არიან ქოცები. არა გარდა მაგისა დავით ზურაბიშვილი ეხაც ეგრე. და ეხლაც და არა მარტო დავით ზურაბიშვილი ანუ განხარიას დიდი ალბათობით რა ანუ 100% დარწმუნებულია რომ განხარიასაც რო კითხო ეს რა ქვია ქართული ოცნება რუსული ძალა კი არ არის უბრალოდ ეს რა ქვია მანამდე თუ თვითონ იღებდა გადაწყვეტილებებს თვითონ იღებდა გადაწყვეტილებებს ოღონდ ტყუების გასროლაზე არა სხვა ყველაფერზე ეგ არა მარტო სხვა ყველაფერზე კი ხო მაგის გარდა ეს რა ქვია ეხლა 2022 წლის მერე ბიძინა ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს და ერთადერთი ეს შეიცვალა ამ ყველაფერში ვედიაფერი ეხლა რატო ვიკითხე ეს იცი მატყუარობაზე იმიტომ რომ შენ ხარ მატყუარა მე რაზე ვარ მატყუარა რა ერთ არის 15 არა არის 15 არა 3 2 12 ისა ტყუებ წაიღეს უკან ვერ და მე უცებ აქეთ დავთვალე მაბატია დიახ აი 15 არის აი ეს არა ეს არ არის 15 განაერთად არის 6 12 14 კარგია ქართველი ხალხი იმარჯვებს
დიახ, რა ვსაუბრობ, ლიბერალური ბაბლის დელუზიებს ვსაუბრობ. ნუ მოკლედ ეგ არის რა, ეს ხალხი არიან საკუთარი თავი ყავთ შეყვანილი დელუზიებში, არა იმიტომ რომ თვითონ არ უნდათ რომ გაიგონონ რომ კოცები ნაცებზე უარესები არიან და ტოლობას მაგიტო კი არა არ სვამენ. არის თუ არა ესოც? დაგითვლი მაგრამ ტოლობას მაგიტო კი არა სვამენ. არამედ არ უნდათ აღიარონ რომ 2012 წელს ნაცები მართლები იყვნენ და რომ გეუბნებოდით რომ ესენი არიან რუსები თქვენ იმათ არ უნდათ რომ თქვენ რომ რას ქვია ასე მივწდებოდი გასთან თან ნაცები იყვნენ მართლები და არც არის საერთო ჯამში მანდ გადამწყვეტი ის რომ მაინც და მაინც ნაციონალური მოძრაობის ეს ქორ მხარდამჭერი ყოფილიყავი რომ რავი ძალიან მარტივია რომ არჩევანი როცა გაქვს რუსებს შორის და ნაციონალური მოძრაობის შორის რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა ჯობს და დავამატებ აქვე ცოტა გამიგრძელა საუბარი მაგრამ აქვე დავამატებ იმას რომ მაგალითად ფედერალისტებს ქონდათ ეხლა ეს ახალი კოორდინაცია რო შექმნეს ფედერალისტები გახარია და ზურაბიშვილიდან არ ვიცი ვიღაც ხო რო კოორდინირებენ ხო რო კოორდინირებენ რაღაცაზე და გახარია ამ დროს მიდის იქ რა ქვია კომისიაზე და ეს ადამიანი იყო შეთანხმებული ამ რაღაცა კოორდინირეს რომ გახარია არ მივიდა კოორდინირეს რომ არ მივიდა და მივიდა მაინც და თამარ გამოვიდა და იძახეს რომ იცი რა მე ის რა ქვია ვერ ვიფიქრე ამ ყველაფერს რომ ეს შეიძლება და მომხდარიყო მაგრამ სიცვალეა ხო ანუ და მიუხედავად მაგისა რომ თავის შეცდომა აღიარა ხო ბჭყალებში მაინც იმ ადამიანებს რომლებიც ბევრად ადრე იძახდნენ ამ ყველაფერს რომ გახარია სანდო არ არის და სიტუაციას ურევს და რეალურად ვერც კი დაუძახეთ ოპოზიციას სანამ ამ რაღაცა გაუგებრობა პოზიციაზე არის ნაცებთან და კოცებთან დაკავშირებით ვერ ჩავთვლით ოპოზიციას სრულად ლეგიტიმური აზრის გამო მაინც ის რა ქვია იმ ხალხს მაინც აკრიტიკებს და მაინც თვითონ თავის აზრით შევა და თვითონ ეს ორგანული პოლიტიკის ნაწილი არის რომ მან რაღაც ბოდიში მოიხადა ამ ყველაფერზე და ჩვენ ბოდიშის მოხდა უნდა ვისწავლოთ და რაზე უნდა მოვიხადო ბოდიში მე აქამდეც მაგას ვამბობდი ერთ რაღაცას დავამატებ ოღონდ ჯერ 15-ს დავიწერთ თუ შეიძლება ესე იგი ეს 5 ესეც 10 ეს ავწიოთ ჩამოწიოთ 40-ზე ვარ მე აბოდიში 10-ები აქეთ არის ეს 5-ები დიახ ეხლა საბოლოო ჯამში რა მე ასე მგონია ორ რაღაცას ვიტყვი მოკლედ ეს კოორდინირება და სალამე ზურაბიშვილთან შეთანხმება იმაზე რომ იქ არ მივიდა არ მივალთ ერთ-ერთ მახე იყო ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ თვითგაგებული იმიტომ რომ ჩათვალე ხა ვინ არ უნდა მივიდეს მაგ კომისიაზე ისე რომ ვინ უნდა მივიდეს მაგ კომისიაზე ისე რომ კოცები წაგებულები აღმოჩნდნენ ნაცები ხო ერთადერთი იმიტომ რომ მან რომ მიშა დაждდეს აღარ დავაკონკრეტებ რა მოხდება წინაგმაში განვიხილეთ კი ბატონო ხო და ამიტომ ნაცებზე რომ ათქმევინეს რომ იქ არ მიხვალთ ესე იგი გამოდის რომ ესენი თვითკლაპუნებენ ახლა რაღაცებს იქ და ყველაზე მეტად თუ იქ ვინმე მივიდა მე ნაცებს მოხდებათ რომ აბა თქვენ რო ხელი მოაწევთ რა ის პრინციპული ხარ ხარ რაღაცა და გახარიას ეგენი არ მოეკითხება რა თქმა უნდა და არც ლელოს და არა ბევრად უარესია ანუ გახარია კიდევ უფრო მეტად კოცი არის ვიდრე კოცები არის იმიტომ რომ კომისიაზე მივიდა და თქვა რომ ისე ჩემი დასასრულებელია ხო პლუს ერთი რაღაცა თუ დავგვირდები ნაცები არ დაუბარებიათ კოცებს ამ კომისიაზე იმიტომ რომ იციან რომ არის შანსი რომ ვიღაცა თქვას რომ მე მივალ კაცო ხო და ეგრე მაგრის გზა წასვლა არ ვთქი კაი მიშა არ გინდა ვინც არ უნდა დაისვაწე იმდროინდელი ნაცი ყველა ხსნის მაგათ იმაზე რა ქვია მუხლზე ხო და მაინც არ მიდიან და ესეთი და მეორე ხა საბოლოო ჯამში საიდან დავიწყოთ ამ ლიბერალურ ბაბლზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი იმ წითელმა ინტელიგენციამ არა ლურჯმა ინტელიგენციამ რომლებმაც 2012 წელს მოიყვანეს კოცები ამაში არ გულისხმობ ქეთი დოლიძეებს და რა ქვია იმას კიდე რა ვიმე კახი კავსაძეებს და ეგეთ ვიღაცებს რომელსაც ცალკე მოეკითხათ მაგრამ აქ გულისხმობ ტორესა მოსებს და ზია მაღლობლებს და ეგეთ ვიღაცებს რომელსაც პირდაპირ ეხა მიადგა მაგათ ანუ საბოლოო ჯამში ეხა მე და რატის არა შენ კი მაგრამ მე არა ჯერჯერობით არაფერი არ გავუკეთებიათ ხოცი ჩემთვის ვერც გამიკეთებენ რა ხო მაგრამ მაგას თავი გავანებოთ ძალიან რაღაც კარმა ხდება რა ანუ კოსმოსური ბალანსი ღდგება არსებობს ეგეთი სიტყვა? აღდგა. იმიტომ რომ იმ ხალხმა ვინც ესენი მოიყვანა, ეხა იმათ უწევთ ზღნელის ჭამა. ქართულ ხალხს უწევთ უწევს ამაშობაში კოლექტიურად ზღნელის ჭამა, მაგრამ ქართულმა ხალხმაც მოიყვანა კაცო საბოლოო ჯამში. ხო, ну просто ეხა ამათაც მიადგათ რა. და ამით დავასრულოთ ეს თემა, რომ ანუ საბოლოო ჯამში ლურჯმა ინტელიგენციამ თავისი კუდი მოჭამა უკვე.
მოვიდა მაგის დროს. უბრალოდ მან პრობლემა ის არის, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ანუ წამყვან რაღაცა მეინსტრიმ იმეებში, რა ქვია, არ ვიცი მე, გინდა მედიაში, გინდა რა ვიცი მე, სადაც გინდა, მაინც ეს ადამიანები არიან ეს რა, ანუ ასე ვთქვათ, ნარატივის შემქმნელები რა გაგებით, რომ ნუ ვის ეძახიან ტელევიზიებში ხა იაგო ხუჩია კი იძახის რომ ეს რა ქვია ნაცების ტელევიზია თუ არ ვიცი ვის ტელევიზიას ეძახის რამჩლობა მაგრამ რეალურად რომ დაფიქრდი ანუ ტელევიზიებში არ მიდის ანუ ნაცრობ მოძრაობას აქვს რა ვიცი მე ძალიან პატარა აუთრიჩი ეს ერთი და მეორე კიდე ვინც იქ ლაპარაკობს ეს ჩვენ ვართ ეგ აუთრიჩი ხო ეგა და მოდით გალაპარაკებთ ხო და ვინც ლაპარაკობენ მან ანუ რეალურად მან მთელი პრობლემა ისაა რომ ეგ ხალხი საერთოდ სხვა აუდიტორიას ლაპარაკება ანუ რო გამოდის ვიღაც რა ვიცი მე მსახიობი და მელაპარაკება რომ ანუ თეატრში რა ვიცი მე რაღაც სპექტაკლი აღარ დაიდგება უკაცრავად მაგრამ ქართველები არ დადიან თეატრში ისედაც და ვინც დადიან ისინი რა ვიცი მე კოცები არიან და იმათ აქვთ ფულის და დროც რომ მან დიარონ და ეხა ქართველ კაცს რომელიც რა ვიცი მე მართლა დილით იღვიძებს მუშაობს და მე მოდის და იძინებს ბოდიში ამ ჩვენ პოიდიპოს ვერ უყურებთ ან ჩვენ არ შეიძლება ოდესმე მაინც რამე კარგი დადგათ ერთხელ მაინც და არა რაღაცა ეს რა ქვია რა ოედიპოსაც არ დგამენ მე ანუ ოედიპოს თუ დგამენ თანამედროვე ოედიპოსი და არის იმის მაგივრად რომ ეს იყოს რა ქვია მეფის შვილი იყოს ან რაღაცა ეგეთი არის ბიზნესმენი მართლა ხო ეგეთ რაღაცებს აკეთებენ არ თუ იმეს სპექტაკლის ნახვა უნდა იმას არ უნდა იმეს რა ქვია ჩემი თამაშის დრო მაგის ნახვა არ უნდა მაგრამ სულ და ნახო ოედიპოსი როგორ არის ბერძენი და არა ის ნუ მოკლედ წესი არის რამე მაინც დადგით თქვენ შეჩვენებულებო თქვენა ხო შენი სულ არის დიახ ეს არაფერი არ არის სამწუხაროდ არის 12 მაგრამ ამასობაში მე 12-ო მაგრამ მე ავედი ამასობაში 9 + 6 რომელიც არის 15 ეს ახლა მრჩება მე თუ უნდა და მე მოვიგე არა მოიц ერთ წამი ეს 300-მდეა თამაში კაცო რა 300-მდეა თამაში ხელის გათავებამდეა არა კონკრეტულ რიცხვამდეა თამაში რანაირად უნდა თამაშო მე უნდა გავაგრძელო ეს დაიგროვე ეხლა შემდეგი რაუნდი იწყებ და კიდევ დაიგროვე შენამობ ჯამში კაცო ამ ხელს მოვჭი ხო და ეს იყო რაც დამრჩა 8-10 უნდა დაიწერო ხო ეგ კი ბატონო მართალი ხარ კიდევ ერთი უპრინციპობა რომელიც ამ ყველაფერში არის და არ ვიცი ასევე დიდი დანაშაული იმ ადამიანების რომლებიც ამ ყველაფერზე არ ლაპარაკობენ არის რომ ერთადერთი ნარატივი რაც იქნება ეს არის ის ნარატივი რომელსაც თუნდაც ამ კომისიით კი ტვინი გავბურღეთ ამ კომისიით მაგრამ რა ვქნათ ოპოზიცია თქვენ არაფერს არ აკეთებს სამწუხაროდ შესაბამისად ხალხიც მაგაზე ლაპარაკობს და ჩვენც ხალხი ვართ და ამიტომ რადგან როგორც ხალხის ხმა ვილაპარაკებთ ამას ნახე ნარატივი როგორ დღეს საქართველოში რომ კოცები როცა ცუდ რაღაცას აკეთებენ კოცობას კი არ აკეთებენ კოცები განაცდნენ ანუ თავარი ეს ნეგატივის ეს რა ქვია ბირთვი დგას ნაცრალურ მოძრაობაზე რომ ანუ თუ რაღაცა ცუდი ხდება ესე იგი შენ იქითკენ მიდიხარ როცა მოსვლის დღიდან უკვე ცუდი იყავი და ანუ მოსვლის დღიდან ანტითეზისი იყავი იმის რასაც ნაცრალურ მოძრაობა აკეთებდა ეს ნარატივი დღემდე რო არსებობს რომ ანუ ნაცები ცუდები არიან კოცები ცუდები არიან და ისინი ნაცდებიან რეალურად ხო ანუ ეგ ნარატივი რო ვერ გადაილახა ძვირფასო მაყურებელო არის თქვენი ბრალი იმიტომ რომ არასდროს ამაზე არ ლაპარაკობთ და რა ვიცი მე პირში წყალს იგიგებთ როცა შეგიძლიათ თქვათ სიმართლე რომელიცაც რა ვიცი მე ანუ ის რა არის ბოლო საქართველოში ვინმე რეალურად დაწეროს რამე ისტორიული წიგნი რაც ხდებოდა რეალურად მაგალითად ეგეთი გვაქვს 90-იანი წლები რომელიც კაციშვილმა არ იცის ვინ ვის კლავდა და რა ხდებოდა და ვინ ვის ძარცვავდა ეგ იმიტომ ხდება რომ არასდროს არავის რეალურად არ შეუფასებია ყველაფერი არც მაშინ და მით უმეტეს ახლა დაგვიანებულია და სანამ ეს დაგვიანდა და ისტორია გადაგვიწერეს რა ვიცი ვილაპარაკოთ აი მოდით და ვილაპარაკოთ და 4 კაცი ითამაშება ორი კაცი თუ მოხვალთ კიდე ჯოკერს ვითამაშებთ ხო კი ბატონო ასევე მაგაზე ხა ის გამახსენე ცოტა წინა თემას უფრო ეხმაურება მაგრამ ამაზე შეიძლება ითქვას ის გამონათქვამი რო არის ხო იცი თავი ნაცისტებზე არის გამონათქვამი თავიდან ებრაელებს მიადგენენ და მე ხმა არ მოვიღე რადგან ებრაელი ვიყავი მე გეებს მიადგენენ და მე ხმა არ მოვიღე რადგან გეი არ ვიყავი
მე ვის მიადგნენ კიდე ყვილებში რასამობენ ვის მიადგნენო ციგანებს რა მნიშვნელობა აქვს? ციგანებს რადგან და მე რომ მომადგნენ ხმა აღარავინ აღარ იყო, იმიტომ რომ მარტო მე ვიყავი დარჩენილი. ეს არის ნაცებზე. კი. ოღონდ ეს არის ნაცების ბრალიც, ჩვენ არ ვართ ის რა ქვია. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ ნაციონალურ დროებას ბოლო 12 კი არა მანამდეც თავი ძალიან სუსტი პროპაგანდა ჰქონდა ამ ქოცური ტყუილების წინააღმდეგ. ქოცური, ოღონდ კვინტესენციურად ქოცური, იმიტომ რომ მაშინ ქოცები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ. აქ ასევე ვიტყვი რომ რაზეც დავიწყეთ ლაპარაკი, რომ ეს კომისია საბოლოო ჯამში ისო კომისიას ვლაპარაკობთ, მაგრამ უკან მიუბრუნდათ ქოცებს. იმიტომ რომ აფრასიძეები ამოთხარეს შეიძლება ითქვას პირდაპირ მნიშვნელობით და ხალხმა უცებ გაიგო, რომ სვანეთი დაკარგული ყოფილა საქართველოს ტერიტორია არ იყო რაღაც მომენტში და იყო რაღაცა ფეოდალური შენაერთი, სადაც ავაზაკები თარეშობდნენ და გია ბარამიძეს ეს რა ქვია, დაუბრუნებიან სვანეთი და თან უბდარი უჭამიან. კაიგაც ყოფილა ეს გია ბარამიძე ამ ყოველ შემთხვევაში ხო ამ მომენტში. შესაბამისად, იქნებ დავფიქრეთ. სხვადასხვა ვაზაგაშვილიც იგივე იყო, მაგრამ ცოტა ნაკლებად, იმიტომ რომ ვაზაგაშვილი რო ამოთხარეს, მამიანად არა, ოღონდ მხოლოდ ვაზაგაშვილი რო ამოთხარეს, მაღაზე იყო ვაზაგაშვილის მიერ მოკლული ადამიანების ოჯახები გამოიყვნენ, თორსა უფრო დაბალ მასშტაბზე, პატარა მასშტაბზე. მაგრამ ის რომ, საბოლოო ჯამში დიდი ყურადღება ამას არ ექცევა, მაგრამ იუსტიციის სახლთან რო ეს მონუმენტად დგას, ეს არ არის უბრალო რაღაც, არ ვიცი მე, დიდი კატასტროფა. ხო, ეს არის მართლა, თუ ვინმეს, რა ვიცი, სიმბოლოების ენა ესმის, ეს არის სიმბოლო იმის, რაც აკეთებს ქართული ოცნება, ხო? გათეთრება იმ ყველაფრის, რაც ვინც არის ის იმისთვის თქვა, რომ ვაზაგაშვილი, რომელიც ყავს ორი ადამიანი მოკლული, გაბუნია არის ერთგვარი და მეორე აღარ მახსოვს ბოდიში, აი ეს ჯენერალია ასევე ამ ადამიანს გარდა ამისა ავაზაკი იყო და ყაჩაღი და ქურდი და მამაძაღლი და ყველაფერი იყო ამ ადამიანს ქართულმა ოცნებამ იუსტიციის სახლის წინ სადღაც ისე მამლაყინწების ქუჩაზე კი არა იუსტიციის სახლის წინ რომ პირადად კარგად დაქცინონ უდგას ძეგლი მონუმენტი სადაც სხვაებიც წერიან მაგრამ ეს არის ვაზაგაშვილის მონუმენტი ანუ მოსვლისთანავე რეჟიმის შეწირული გმირები აი ქოცების სანამ იქნებიან მე მჯერა რომ ეგ იდგება იმიტომ რომ მან დაწერილი ის რა ქვია ანუ ეგ არის მონუმენტი ეგ არის დაცინვა სამართლიანი ადამიანების პატიოსანი ხალხის დაცინვა არის რომ თუნდაც ანწუხელიძე რო გავიწავიდე ახლა და პიარს შეეწირა და რაღაცებს ბოდიალობენ არა ბოდიალი ნიშნავს რომ რაღაცა არ იცი რას ლაპარაკობ ეს არის განზრახა შენი სულ ამგონი ხო ვიცი ახლა უბრალოდ შევედი ახლა კი მე არ მეთქი ჩემი სულ ხო არ არის და ხო არ ვაფერხებთ ამას ხო და ეს ხალხი ასეთ რაღაცებს ამობს განზრახ მაგის თქმა უნდა და ანწუხელიძე არის პიარის შეწირული და მკვლელი ვაზაგაშვილი, ავაზაკი ვაზაგაშვილი და მისი мама ასევე ავაზაკი და მკვლელი ეს არის სხვაეპლი და ძეგლი უნდა ანწუხელიძეს რატო არ აქვს ძეგლი? სამე აქვს ანწუხელიძეს ძეგლი? თავის სოფელში მაინც თუ აქვს ძეგლი? თავის სოფელში ძეგლი არ არის, ტრადიციის შესაბამისად აღნიშნავენ ხოლმე, მაგრამ ეგ არის რომ, არა სახელმწიფოს მიერ დაფასება, ეს არის რომ სოფელი აფასებს და შესაბამისად ხალხის და მიერ დაფასებულია. და ეგ ნიშანდობლივია, იმიტომ რომ მაგალითად კობახიძის განცხადება არ ვიცი თუ ნახე, რუსთავი 2-ზე იყო, განცხადება რა ლაპარაკობდა იქ და ეს რაღაც თქვა რომ ჩვენ არ გვჭირდება რაღაცებს შეწირული ადამიანები და ჩვენ გვჭირდება ხალხი რომელიც ოჯახებთან ერთად იქნება და რა ვიცი მე რაღაც საქმეს გააკეთებს და რა ვიქნა მაგას მართლაც თქვა? კი მართლა თქვა და ქართულმა ერმა ეს რა თქმა უნდა მოითმინა ის რა ქვია და ჭირდებათ ის შლაგბაუმის გაღება დამკეტები რა საბოლოო ჯამში ხო და ეგ ჯერ ერთი რომ ეს რა ქვია რამხელა შეურაცხყოფა არის ადამიანის რომ თითქოს იმას არ უნდა და ოჯახთან ყოფნა ხო რაღაც გეგონება მართლა რისთვის ხარო ხო ომში წასული პირველ რიგში რომ რაღაც შენი ქვეყანა სამშობლო ხო შენი ოჯახთან ერთად იყო და ვიღაც დედამოწყნული რუსი არ შემოგივარდეს სახლში ხო და ჯერ ხონუ ეს რამხელა შეურაცხყოფა არის, მაგრამ მეორეს რომ აი შენი ნაცური გეგმები დავინახე. აი ესე დაიშლება ქართული ოცნება. ხო, ეს რამხელა შეურაცხყოფა და მე ამას დამატებული კიდე ის რომ რამხელა ეს რა ქვია, არ ვიცი როგორ არის მორალის დაკარგვა, რამხელა
უსინდისო. არა, ჯარში თვითონ რა, ანუ მოკლედ ანუ რამხელა დემორალიზაცია, ხო? რამხელა დემორალიზაცია არის და მოგეხსენება და ჯარისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ის, რომ ანუ მორალურად მტკიცეთ გაზრულად იცავდეს თავის სამშობლოს, მაგალითად როგორც უკრაინელები აკეთებენ ახლა, ხო? ანუ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ანუ გამოყლებებულები არიან და იარაღი ძალით უჭირავთ ხელში, იქ უკრაინელი დგას და იცავს, იმიტომ რომ იცის, რომ მაგის უკან დგას, რა ვიცი მე, ხელისუფლება, ოჯახი და ადამიანი, რომელიც დააფასებს, ხო? და თუ ანუ შენი ჯარის უკან ხალხი დგას, რომელიც შენზე იძახის, რომ რა ვიცი ძმაო, სად გარბოდი და რაღაცა რა გინდოდა და ვისთვის წირავდი თავს? ბოდიში მაგას ქართველებზე ეხაც ამბობენ იმ უკრაინაში დაღუპულ ქართველებს. ხო, უკრაინაში დაღუპულ. რაოს მინდე უკრაინელის რომია სად მიდიოდი. ხო და ანუ ვაფშე არ არის გასაკვირი ქოსებისგან ეს ნარატივი. ოღონდ ქოსი პოლიტიკოსები რას თქვენ? არა, ეს აქ არის ხალხი, ქოსი ხალხი ამბობს მაგას, ხო? მათ შორის ხალხი ამბობს მაგას. და ერთადერთი რატოს მაგას ვერ ამბობენ ის არის, რომ ჯერჯერობით ეგ მეინსტრიმ ნარატივი არ არის, რომ ანწუხელიძეზე ეგეთი რაღაცები თქვა. მაგრამ როგორც კი ანუ აი ეს დომინოს კოჭი გადავარდება, რომ ანწუხელიძეზე შეიძლება მაგის თქმა. ანწუხელიძეზე იტყვიან და ნებისმიერ ჯარისკაცზე იტყვიან. როგორც აი მაგალითად გენერლებზე ამბობდნენ, რომ ეს რა ქვია, ჩატოვეს იქ ვიღაცეები, ხო ანუ როგორც კი ანუ ქართულმა ოცნებამ დაიწყო მაგის განხილვა და იქ ვითომ წულუკიანმა კრიტიკული შეკითხვები დაუსვა, მაშინვე ეს რა ქვია, ამათი მხრიდან წამოვიდა, რომ არ გამოვიძიოთ ეს ყველაფერი და არ დავუსვათ ამ ხალხს კითხვები და ეგ ის არის რა, ანუ ეგ კოცები მაგათ რეალურად ლეგიტიმაციას აძლევენ იმის, რომ მე ჭკვიანი ვარ, იმიტომ რომ, რა ვიცი მე, ანუ კითხვებს ვსვამ და მაინტერესებს რა ხდება და რეალურად ეგ არის შენი, რა ვიცი მე, უპრინციპობის და უსამშობლოობის მართლა თუ რამე არის უსამშობლოობა, მაგის გამართლება. ხო და თან მაგაზე ის არის, რომ ჯერ ხო დაიწყეს, რომ ამ გენერლებმა როგორ ჩახოცეს ჩვენი ბიჭები, როგორ მიატოვეს, ეს ერთი, მაგრამ ისინი შესაბამისად გმირები არიან ესენი. გენერლებმა მიატოვეს, მაგრამ ისინი გმირები არიან. მაგრამ მე უბრალოდ გენერლებმა მიატოვეს და ის მაინც სააკაშვილისთვის მოკვდა რა იქ თურმე. ანუ ხო ხედავ როგორ ისად ჩამოსვლარი. ოვერტონის ფანჯერაზე ვსაუბრობ, ზეგან ჩვეულებრივ ისად ჯერ დაიწყება, რომ იცი რა ომი დაიწყოს გიჟმა სააკაშვილმა, იმიტომ რომ გიჟია და სააკაშვილია. მერე გენერლების ჩართულები იყვნენ ამაში, ჩამოდიხარ ნელა ქვევით და გენერლებმა საწყალი ბიჭები დატოვეს იქ. მერე გენერლების პერ ჩამოდიხარ ისე პირდაპირ ამ ანწუხელიძეზე, რომ ვიღაცის პიარს შეწირულა თორემ. ესეთი ავადმყოფური რაღაცეები აქ კიდე ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი. ქართული ოცნება ამას არ იტყოდა, რომ არ არსებობდეს ამისთვის რესურსი ქართულ ხალხში, ამის მოსმენის რესურსი. ქართულ ხალხში ეს არსებობს რესურსი და ისტორიულად ყოველთვის იყო ქართული ხალხი არასდროს არ გამოირჩეოდა რაღაც სიმამაცით და რაღაცით. თქვენ რო ისტორიები იცით, რომ ვიღაცები იქ ხმალი რაღაცა. ნუ ქართული ხალხი დიდ სურათში არასდროს. ანუ საბოლოო ჯამში ხო სტატისტიკურად ხო რა, ანუ ის არის საბოლოო ჯამში რომ ბოდიში ჩაგიჭერი, მაგრამ ხო საბოლოო ჯამში ის არის რომ აქამდე მოათრიეს ვიღაცა, ანუ რა 2000-მა კაცმა რეალურად როცა 10000 კაცი უყურებდა და რა ვიცი მე, ან პრინციპხარეს გადადიოდა, ან რა ვიცი მე რასაკეთებდა. სხვათა შორის ჩვენ ვიცით ისტორია და შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ ხოლმე. მათ შორის თანამედროვე ისტორიაზე და ქართულ ჯარზეც დიდი სიამოვნებით. ნამდვილად. ასე დავამატებ, რომ შენ მაყურებელო, რომელიც ძალიან შეიძლება სწორად აზროვნებდა და რაღაცა, აზროვნებდე. შენ უნდა გაითვალისწინო ესეთი რაღაცა, რომ შენ აქამდე მოთხრეული ყავხარ საქართველოს მოსახლეობის 2%, რომელსაც ზურგზე ქონდა გადაკიდებული ეს ქვეყანა. 2000 წელი მეტი თუ არა ну ქვეყანა ოღონდ ხალხს გულისხმობდა კულტურას და თორე საქართველოს როგორც ასეთი ხო გასაგებია რომ დიდი ხანი არ არსებობდა 2000 წელი ხო ну მოკლედ რას ვამბობ რომ შენ შეიძლება იყო რაღაც 40% რომელიც კარგად აზროვნებს ან 30 მაგრამ ის 2% რომელიც შენ კარგად აზროვნების საშუალებას გაძლევს რო იხოცება და კვდება იმ 60 დარჩენილი რაღაც 58% მოდის და ეუბნება რომ ეგენი არიან ბანძები, ეგენი არიან ვიღაცის დაგოინებულები და შეწირული ემას ვიღაცის პიარს. ხო და ერთხელ და სამუდამოდ ეს 2% აღარ იქნება. ბუნება ეგრე მუშაობს, გადარჩევა ხდება. ის ხალხი, ვისაც გენეტიკურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ იყოს მაგ 2%-ის წევრი, ადგება და იტყვის, მითუმეტეს ახლა ინფორმაციის ხანა. ადგება და იტყვის, ერთი თქვენ დედაც მოვტყანო. რატო უნდა, მე ვერ ხვდები, რატო უნდა მოვკვდე ამ ქვეყნისთვის გასაგებია, ხო? ნუ, ჩემი სახლი აქ არის, ჩემი ოჯახი აქ არის რაღაც. გასაგებია, ეგ კი. მაგრამ ამ ხალხისთვის რატო უნდა მოვკვდე? აი ვინმე მაყურებელო, დაწერეთ კომენტარებში.
ქართველი ვაჟკაცი, აი საჯიშე ვაჟკაცები, ქოცები რო ჩაყრენ საფლავში. ქართველი ვაჟკაცი, ნამდვილი, რატო უნდა მოკვდეს ქართველი ხალხისთვის? ამ კითხვაზე თუ პასუხს გასცემს ვინმე, აჰა 300 ფულა მაქვს აქ და მოგცემს მეტი რა ვიცი. და ჩვენ სამლარსო ჩაგვირიცხავენ, მაგასაც გადმოგირიცხავ თუ არა. არ ვიცი. ამ კითხვაზე ვერავინ ვერ გასცემს დღესდღეობით პასუხს. იმიტომ რომ რავი მე, აი ის დებილი ბიდლო რომელიც ზის და გიორგი სააკაძე ალბათ მოღალატე გონია, ვიცი. დავით აღმაშენებლის სამს რა ქვია, სადღაც ესე რომ სამს ხომ. აი თუნდაც ის სპეცრაზმელები რომლებიც ხალხს ცემენ შუა ქუჩაში დღეს. ეგეთი ხალხი ხო არის? ეგ ხალხი რომ დაანახო ეხა იმას. თუნდაც დავით აღმაშენებელს. რა რეაქცია იქნება შენი აზრით? ეხა სერიოზული რანტინგიდან გადმოვიდეთ ცოტა იმაზე რა ქვია, თეორიის განხილვაზე. დავით აღმაშენებელი რო უყურებს დღევანდელ საქართველოს. ვის დასვამს პირველი სარაზა შენი აზრით? ნუ თუ ისტორიულ კონტექსტს გავითვალისწინებთ ალბათ სამბლოებას. მაგრამ ხო, ეს რა ქვია, შეუძლებელი არის, რომ დავით აღმაშენებელიც ახლა რასაც აკეთებდა მაგალითად თავის მმართველობის პერიოდში, პირდაპირ ეს რა ქვია, თბილისის აღებით არ დაუწყია, ხო? ანუ შეუძლებელია, რომ როცა შენ ხელისუფლებაში მოდიხარ და მმართველობას, ან შენ მმართველს ანხორციელებ რაღაც კონკრეტულ ტერიტორიაზე, იქ ჭირდება, რომ ყავდეს ადამიანები, რომლებსაც, რა ვიცი მე, ნუ იმ პერიოდში რა ვიცი, კორუფციული გარიგებები რამდენად, მაგრამ ანუ ის იყო რა, ანუ სანდო ადამიანები, რომლებიც მზად არიან რაღაც იდეას შეეწირონ, ხო? და ეს რა ქვია, თუ შენ გარშემო ეგეთი ადამიანები არ ყავს, შეუძლებელია რომ მე ქვეყანა ააშენო. ეს ერთი. მეორე, თუ საზოგადოებაში არსებობენ ელემენტები, რომლებიც ანუ ამ ყველაფერს ანუ ხელს უშლიან და პირიქით ანუ ურჩევნიათ რომ იცხოვრონ, რა ვიცი მე რაღაც კატასტროფულ ვითარებაში ვიდრე კონტექსტში დავრჩეთ თურქ-სელჩუკების მათ. ხო, თურქ-სელჩუკების მოხარკებად, ხო? ანუ და თუ მაგ ადამიანს არ აქვს გააზრებული რომ ეს ცუდია და არ უნდა, ხო? ან პირიქით გააზრებულად იმათ მხარეს არის ის შენ ვერაფერში, ანუ ვერანაირად ვერ გამოგადგება. ანუ ერთადერთ შენი გამოსავალი ამ შემთხვევაში როგორც მმართველის არის ის, რომ ეს ადამიანები გახდნენ იმდენად მარგინალურები და იმდენად ანუ დაეკარგოს მათ სიტყვას და რა ვიცი მე ქმედებას აზრი, რომ ვერაფერში ხელი ვერ შეგეშალო. ხო, რა თქმა უნდა. რა ვიცი მე იქნება ეს რავი მე სასტიკი მოპროვა იქნება მაგაზინა აღვდე თუ რა ვიცი მე დასჯა იქნება თუ რა ვიცი მე უბრალოდ ის რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილში გადაასახლო, ხო? ანუ ეგ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ მათ ადგილზე წარმოიშვას ადამიანები, რომლებიც ანუ სამშობლოს დაიცავენ და რაღაცა ღირებულებითი სისტემა ექნებათ, ხო? რაც პირდაპირ მნიშვნელობით დავით აღმაშენებელმა გააკეთა. ანუ შეუძლია არანაირი პარალელი თანამედროვე საქართველოს ისტორიასთან. ან კერძო რომელიმე პერიოდთან. და არა კერძო რომელიმე პერიოდთან. ეხა ისტორიულ კონტექსტზე ვარ და ჩავხედე და კიდე ზუსტად ეგეთი რაღაცა სალაპარაკო თემაც გვაქვს სხვათა შორის. სიმონიანი ბაზარში ვარ წასასვლელი პირველი. სიმონიანი ზახაროვა რო გამოვიდა. რა ქვია მაგას მარგარიტა სიმონიანი. ხო და ეხა ერეკლე მეორეო ესო მოვიდოდაო ჩვენთან და მუხლებს დაგვიჩოქებდა და რაღაცა. ლევან ბერძენიშვილს რო გაუბრაზი ძვიფასო კახელებო. ეს რა თქვა ჩვენს დი პაპაზეო. მარგარიტა სიმონიანი რო გეუბნებას რომ თქვენი ესა რა ქვია თქვენი დიდი პაპა ჩვენთან მუხლებზე დაჩოქილი მოდიადაო, ეხა ეს მისაღები კონტექსტია, განაცვალე, კაი ხოშიანი. ხუთიანები. ის ხო ეს. ხო და ეს ეხა ამაზე რატო ითმენთ? იმიტომ ხო არა შემთხვევით რომ თქვენ დიდი ერეკლე პაპაყლეზე კიდიათ და სინამდვილეში უბრალოდ არ გინათ რომ თქვენი ჭაობიდან ვიღაცამ გითხრათ რომ თქვენ ჭაობშილოზე ხართ ეს ცუდია. არა კაცო, ერეკლე მეორე ჩემი აზრით იყო მოღალატე. ერთ-ერთი იმ მხარის რა ვთქვი, როდესაც ლევან ბერძენიშვილი არის შენი ისტორიის ესა რა ვთქვი, განხილველი და ანალიტიკოსი და მეორე მხრივ აქეთ რომ ესენი ყავს პაპა ჩემზე რა ითქვი შენა და ამ დროს ვიღაც სომეხი გამოდის და გეუბნება რომ შენი პაპა ჩმორი იყო. ხო, არა და ნუ ერთი მხარე გასაგებია რომ ნუ ლევან ბერძენიშვილის ერეკლე მეორეზე აზრი არ მომიკითხება, მაგრამ მეორე მხრივ ანუ არც ქართველს არ მოეკითხება ერეკლე მეორეზე აზრი. ზოგადად, ხო, ქართულ ზოგადად ისტორიაზე არ მოეკითხება არაფერი, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ რა ვიცი, ძალიან პრიმიტიულ დონეზე გვაქვს შესწავლილი ისტორია ჩვენ და მაგიტო. ეს ერთი პრიმიტიულ დონეზე გვაქვს შემონახული ისტორია და ასევე ქართველების მიერ.
და ასევე პრიმიტიულ დონეზე ვიცით. ხო, ეგეც იმის ბრალია საბოლოო ჯამში, რომ მაგალითად ვინმე როცა გამოდის ისტორიკოსი, ხო? და რაღაცა, რა ვიცი მე, ვითომ კვლევას აქვეყნებს და მაგის გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც იციან, რომ ეს კვლევა არის, ანუ კატასტროფა და არის ვიღაც ნაბოდო არის, არავინ არ ამას არ ეუბნება, რომ იცი რა შენ ბოდავ, იმიტომ რომ ეს რა ქვია, მე ჩემი მის არის, რა ქვია, მეგობარია, ჩემი, ანუ განა ყველას იცის. ხო, ჯერ ერთი რა პრობლემაა, რომ მეგობარი თუ რამე ყლეობას წერს, უცხარ რომ რატო წერ, ხო, რატო წერ ამ ყლეობას და მე მეორე ჭავჭავაძე ხო ვისწრო, პირში უძრახეო. კი ბატონო, ხო და მე მეორე, ანუ არ ხდება რა, ანუ არავინ არ გამოდის და არ იძახის რომ მაგალითად რა ვიცი მე წიგნი რომელიც არის დაწერილი საქართველოს ისტორიაზე და ამაში წერია აბსოლუტური კვლევები კონკრეტულად არ მახსოვს, მაგრამ ნუ რა ვიცი თუ მაინც და მაინც მოითხოვ მას მაყურებელო განვიხილავთ. კი, გაუცილებლად. ხო და ანუ კატასტროფა წერია, ანუ არავინ არ გამოდის რა ვიცი მე ისტორიის რა ვიცი მე მინდა რა ქვია მეცნიერებათა აკადემიიდან თუ რაღაციდან და არ იძახის რომ ეს არის ყლეობა. განა იმიტომ რომ ნუ კაი რაღაც პროცენტმა არ იცის რომ ეს ყლეობაა, მაგრამ იმ პროცენტმა ვინც იცის, ისიც არ ლაპარაკობს მაგაზე, იმიტომ რომ ეშინია რომ რა ვიცი მე მარგინალი გახდება მაგიმაში. რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად ნუ საქართველოს კაი მაგაზე ხარ ბევრი რაღაცა. ეგ ძალიან გავრცელდება. სხვა ეპიზოდისთვის შემოვინახოთ. კი, აუცილებლად. ჩვენ მეორე არხი შეგვიძლია თუ ყუროთ ფლეშბექს და იქ ასე განხილულია ყველაფერი. მაგრამ ხა შეგადავიდეთ შემდეგ თემაზე. მოდით ჯერ ჩემი სვლა თუ შენ? შენი სვლა. ფლაგი გავაკეთოთ იმ ფაქტის რომ ფული გიგინდოთ რომ მოგცეთ ლინკი არის პირველ კომენტარში და აუცილებლად დაგვეხმარებით ეს ჩვენ ძალიან გვახარებს ისიც გაუკეთე რა რომ ამოხტება ხოლმე და ფულები ჩაიც კი და შიდა თვალები რო გადავა დოლარები რო გამოსახება ხო ой ეს კიდე 20 უნდა დავიცე რომ ახლა ოპ ამასობაში 100-ზეც ამ სულ მარცხდებით ხო შეგიძლიათ მოკლედ დონატელოს ლინკი იქნება დაპირნული და უბრალოდ შეგიძლიათ გამოგიზავნოთ რამდენიც გინდათ. ეს ერთი. ეხლა მეორე, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ავირჩიოთ მოდი, იმიტომ რომ მე მგონი ცოტა გაგვიგრძელდა, არ ვიცი. რამდენი წუთია რაც ვიცერთ? 50. ხო. 100 წუთში ჩავატევთ ვიზა ლიბერალიზაციის თემას? კი. დავაი. და იმაზე, რა ქვია, ვიზა ლიბერალიზაციას ხო ვატევთ 100 წუთში და იმ მორჩენილ დროში იმას ვატევთ. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ამას ვატევთ? ვერ ჩავატევთ. ერთი უნდა ავირჩიოთ. ვიდეო უნდა ვიღეროთ ახლა. როგორ ავირჩიოთ? ვიცი რა, მე მგონი უფრო ვიცი რა, ვიზა ლიბერალიზაცია რადგან არის ასე საჯაროდ მიღებული რაღაცა თემა, როგორც განხილვა და კრიტიკის საგანი და მეტწილად რეზონანსი მოყვება და ამ მეორე საკითხს საერთოდ არ აქვს რეზონანსი. მოდი ეს მეორე საკითხი გავეხმაროთ. როგორ არა, პირდაპირ მნიშვნელობით რეზონანსი აქვს, იმიტომ რომ სიმღერა არის სამართალი. ხო, აი მათე, შენ ხო ვერ გადამითარგმნიდი აი ესეთ წინადებას no peace no freedom. ხომ არ გეცნობა? არა, no justice no justice. No justice no peace. აი მე ხო. კი, ეგ არის პირდაპირ მე რაღაცა მახსოვს აი ერთი დალექილი მაქვს რა 5 წელიწადზე რაღაცა ესეთი ვიღაცა მოვკლიან ვიღაცა დაუხრჩვიან ვინც ხა გიორგი ფლოიდაშვილი ვინც ხა გიორგი ფლოიდაური დაუხრჩვიან თურმე და მაგაზე იყო ესეთი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში BLM Black Lives Matter თქვენ გეცოდინებათ ზუმერებო ხო, მაგრამ კი, აუცილებლად გეცოდინებათ, არწმუნებული მომხრეები ხართ ამ ორგანიზაციის და აი ამ პროტესტებზე იყო ესეთი ხალხი, რომელიც ღეროდა რას? არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ოღონდ ინგლისურად რა თქმა უნდა კაცო, ახლა ისე კი ჩვენ გადმოვახერხულეთ ახლა. ხო, რა თქმა No უნდა. justice, no peace. მე ახლა ხდება სად პალესტინელების პროტესტზე, პალესტინა რომელიც ნამდვილად ქვეყანა აუცილებლად ის არსებობს. ხო და ანუ პირდაპირ ქართველ ლევაკებს, ქართველ ლიბერალებს, რასაც ვეძახით, ჩვენ აღებული აქვთ ამერიკელი ლევაკებს, სიტყვით აქვთ აღებული ჩანტები. ხო, და ისა, ნუ მან მეორე საკითხია, რომ ეს მემარცხენეობა და ბოდიში, კამერა აქეთ, იმნაირად ყლები არიან. კამერა იქით. ხო, ანუ ეს რა ქვია, საბოლოო ჯამში მან ერთი პრობლემა ისაა, რომ ეს მემარცხენეობა, რა ვიცი, მე ადღაბნილი არის რაღაცნაირად, ვერ გაიგებ
ანუ შეუძლებელია მაგალითად რომ ამერიკაში ხო ეს რა ქვია BLM-ის მოძრაობის წევრი და რა ვიცი მე ვიღაცა მე მარჯვენე ის რა ქვია რაღაცა მოძრაობის წევრი ერთად იყოს და ჩვენთან ეგრე არის რომ BLM-ის მომხრეც არის რა ვიცი მე იქ მე მარჯვენეც არის ეკონომიკაშიც ეს რა ქვია რეგულაციებს არ ემხრობა იქ რა ვიცი მე კოტებს ემხრობა და სრული ბალაგანი რა საბოლოო ჯამში და გარდა მაგისა ეს რო დავივიწყოთ რატო არის ესე უფრო ესე ფართოდ რო შევხედოთ ამას ანუ ფართო კონტექსტში და მართლა სერიოზულად რა ეს პრობლემა როცა შენ გამოდიხარ ხო და რაღაც რა ვიცი მე ჩანტებს ვღერი ხო ანუ ამ ჩანტებში გაქვს რაღაც კონკრეტული მესიჯები ხო მე ერთ-ერთი ასეთი მესიჯი არის მაგალითად ცეცხლი ოლიგარქიას გაიღვიძე საქართველოს თუ რაღაც გამოფხიზე საქართველოს აჯანყდი სოლიდარობა რაღაც ასეთი რაღაცები ხო იცი რა არის მან პრობლემა რომ შენ როცა ამ ყველაფერს იძახი და შენი ერთადერთი ქმედება ამის რა ვიცი მე მანიფესტაციისთვის არის ის რომ საზმაოს აწუყვე ყოფილი შენობიდან მიხვიდე რუსთაველამდე და გზაში იყო რომ ცეცხლი ოლიგარქიას ხარ სასაცილო იმიტომ რომ თუ იძახი რომ ცეცხლი ოლიგარქიას ხო მაშინ რა ვიცი მე გააკეთე რამე ქმედითი რაც შენ იმას რა ქვია მესიჯს შეძენს მნიშვნელობას ხო სხვა შემთხვევაში ანუ რა არის აჯანყება ანუ მაგალითად უცხო პლანეტელები რო უყვართ ხოლმე ესეთი მაგალითებს მოყვანა უცხო პლანეტ იაგოს უყვარს ხოლმე უცხო პლანეტელი რო ჩამოვიდეს საქართველოში და შეხედოს ჩამოვიდეს საქართველოში და ხო და შეხედოს ამ რეალობას რომ სადაც ხალხი მოძრაობს და იძახის რომ აჯანყდი და ეს აჯანყება არის ერთი A პუნქტიდან B პუნქტში გადასვლა ეს უცხო პლანეტელი ფიქრებს რომ აჯანყება ნიშნავს ამას ხო ანუ არა მარტო ის არის რა ქვია უშედეგო არის შენი ეს მოძრაობა არამედ სიტყვებს უკარგავს შინაარს მაშინ ნუ იძახი რა ვიცი მე ანუ შეცვალე სლოგანი და იყოს ეს რა ქვია არ იქნება სეირნობა არ იქნება რაღაც ხო ანუ რა შოშია ხო ანუ სეირნობა არ იქნება დაკლება თან ეს არის რაღაც კოლექტიური ფსიქოზი არის ანუ თუ გახსოვს ეს დაიწყო ეს ყველაფერი აი ეს ფსიქოზის ელემენტები გამოჩნდა 25 ნოემბერს როდესაც პირველი ხდომალმად ჩატარებული იყო MS რა ქვია ახალი პარლამენტის არალეგიტიმური პარლამენტის და ამ დროს 25-ის დილას, უბრალოდ 24-ის ღამეს, ჩვენ თავარი არხი და გვარამია და ვიღაცები გვაჩვენებს კადრებს, საიდანაც როგორ მოდის 10,000-ობით მანქანა გზაზე რა ქვია, ავტობანზე და განათებული ეს ფარნები და აუ და ვარდების რევოლუციად გახსოვიენ, მასე იყო, მაგრამ იგი მოგივა მიძინა შენ და უცებ გათენდა 25 და სად არის 10,000 მანქანა საწავი და აი მე ვერ ხვდები. ნუ მოკლედ იქ ხალხი ვინც იდგა, გადაეშვა ფსიქოზში, სხვა სხვა არ არის. მაგ დროს დაიწყეს დემშიზა არის ეს ტერმინი, რუსეთში შექმნილი ტერმინია. რას ნიშნავს? ნუ დემოკრატიული შიზოფრენიას ეძახიან და ნუ ხო, მაგრამ დემოკრატიული შიზოფრენია. არა, ეგ არ იგულისხმება საბოლოო ჯამში პირდაპირ მნიშვნელობით დემოკრატიული შიზოფრენია, მაგრამ მაგის ახსნა რა საბოლოო ჯამში, რასაც ჩემ ფსიქოზია, ხო? ფსიქოზში გადაეშვა, რომელიც იყო რა? ეს ფსიქოზი იყო თავიდან გამოხატეს იმაში, რომ დაიწყეს ბრახუნი რაღაც რკინის ჯებირზე და ეგ რო დავინახე მეთქი აუ ეს ვინც არის აქეთ, ესენი გაგიჟდებიან, შემდეგი 4 წელი მეთქი და დაინძრევათ მეთქი. ესე ვფიქრობდი. მე 28 ნოემბერს გამოგვეცხადა ჩვენი პრემიერ-მინისტრი და აღვიკრძალა ევროპა უგრძელიან. და მე ცოტა ხანი რაღაც წესიერი პროცესები დაიწყო და მე უკვე ამ წესიერმა პროცესებმაც რო არ გაამართლა, ნუ რატო არ გაამართლა, მაგაზე სხვა თემებია, ისევ ამათ გამო. მაგრამ ამანაც არ გაამართლა, მე კიდე უფრო მეტი ხალხი გაგიჟდა. და ეხა ფსიქოზი გამოიხატება იმაში, რომ ანუ როცა ნერვიულობ ადამიანი რასაკეთებ, დადიხარ აკეთებ ბოლთას ცემ, ხო? და უცებ წამოგაყრანტალებს ხოლმე რაღაცები, ხო? იცი, აი მე ვარ ხოლმე ეგრეთად, ესე მაგალითად რაღაცა უცებ კრინჯი თუ გამახსენდება რაღაცა იმ მომენტში რამესზე თუ ფიქრობ, თქვა ყავს ერთ წელი. ხო და დადე თუ არის თუ არა წადი ბაზარში. ეგ დადე? ხო. უცებ თუ წამოყრანტალ იმ მომენტში რა სიტყვასაც ფიქრობ, უცებ გამომივარდება პირიდან რა რაღაცა ეგეთი ის მაგ წიკი მაგ. თუ რაღაცა კრინჯი გამახსენდა რა, ჩემი წარსულიდან. ხო და თუ რაღაცაზე ნერვიულობ, აკეთიკით დავდივარ. ხო და ეს ხალხი მეც რასაკეთებს, დადის აკეთიკით, მართლა პირდაპირ მნიშვნელობით დადის აკეთიკით. სეირნობაც არ ქვია, მაგრამ ბოლთას წემს
ქვეყნის მასშტაბით, იმიტომ რომ ამას წინათ იყო დმანისიდან ჩამოვიდნენ, ხო? 100 კილომეტრიანი მარშრუტი რაღაც. ქვეყნის მასშტაბით დადიან ეს ხალხი გაგიჟებულები და თან მღერიან. ეგ იგივეა მაგალითად იმეორებენ. ხო, ეგ იგივეა მაგალითად პატიმრები რო შიმშილობენ, ანუ საბოლოო ჯამში ერთიც და მეორეც, ანუ შენ გარდა არავის არ აზიანებს ერთი ის რო. კი. ყველაფერი გქონს. გამარჯვება ქართულისთვის. ეგეც შემოგვიყვით. მაგრამ დავასრულოთ ეს თამაში და საუბარსაც დავასრულოთ. ხო, ანუ იგივე არის პატიმრები რო შიმშილებენ რა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ანუ შენ თუ უშვებ რომ ქართული ოცნება არის რაღაც დიქტატორული სახელმწიფო, ხო? მაშინ შენი ბედი არანაირად არ ადარდებს. შესაბამისად, შენი თავგანწირვა, ხო, შენ თავგანწირვას ღირებულება აქვს ისეთ სახელმწიფოში, სადაც შენი სიცოცხლე ფასდება. თუ შენი სიცოცხლე არ ფასდება, მაშინ შენი შიმშილიც შესაბამისად არ დაფასდება. ამიტომ არის ძალიან ცუდი რომ ვიღაცები შემშლობენ და ამით ცდილობენ რომ რაღაც მესმის რა ანუ მაგათაც ზუსტად იგივე ის აქვს სავარაუდოდ რომ ანუ რაღაც ციხეშია ვერაფერს ვერ აკეთებს რამით უნდა პროტესტი გამოხატოს შიმშილობს და იგივე არის მაგალითად რომ აქ ახლა ეს ადამიანები ან ვერაფერი ვერ მოიფიქრეს რა გავაკეთოთ და ან ბოლომდე არ გავგიჟდეთ ან ხო ნუ ხო ნუ აი სულ რო არ გავგიჟდეთ აი ეს გავაკეთოთ და მაგის ნაცვლად მართლა რა ვიცი მე ჯობს რომ რა ვიცი დაბრუნდეს ანუ რა ვიცი ხო ქონდა ეგ ფაზა რომ აი პოლიტიკოსები გაყარეს სცენიდან ხო მათ შორის პოლიტიკოსების ლომისწვლელი არის ამ ყველაფერში რომ ეგ დაუშვეს რომ ანუ თავი გაიყარეს ამ ყველაფრიდან და ხო გადაიარა ამ ფაზამ ხო იქნება ახლა როგორმე მოახერხლო ისევ შემოუყაროთ ეს ხალხი უკან და რა ვიცი ანუ მაგათი საქმეა რომ ეგ გააკეთონ იმიტომ რომ მეორე მხრივ უცნაურიც არის რომ ანუ უცნაური რა ახლა ყველა რა ვიცი ალბათ ადამიანი ფიქრობს რომ ეხლა მე წავიდე იქ რაღაც თავი გავწირო რაღაცები ვქნა და ნაცები მოაჯდნენ მე ხელისუფლებას და ანუ აირჩიე მეგობარო ანუ ან ნაცები მოაჯდებიან ან ხოსები მოაჯდებიან ეგ ერთი და მე მეორე კიდე ანუ ან შენ უნდა გააკეთო ეგ ყველაფერი და შენ თავზე აიღო და ფაქტია რომ ვერაფერს ვერ აკეთებ ხო ან პოლიტიკოსებს მიეცი ხო ლეგიტიმაცია ანუ არც იქანა და არც აქანა ქართული მიმირო არის ხო არაფერს არ აკეთებ ხო და გახარ მაგიმაში ხო ანუ კი ბატონო იარე რამდენიც გინდა ჯერჯერობით სიარულს არავინ არ გიშლის ქვეყანაში მაგრამ ხო რა ანუ უბრალოდ მანდ რომ თავის მოტყუება იმით რომ ეს არის რაღაც ანუ სანქციებს ამის გამო ადებენ ბიზნა ივანიშვილზე ტყუილნა მარადებენ მაგის გამო ბიზნა ივანიშვილის სანქციებს სანქციებზე მივედით და ბარემ ერთი ორი სიტყვას მივურტყათ ვიზა ლიბერალიზაციას მაგაზე მე ვიტყვი უცებ ჩემ აზრს და ჩემი აზრი რა თქმა უნდა სწორია ეს არის შემდეგი კარგია ვიზა ლიბერალიზაციას თუ აკრძალავენ რაც შეიძლება მალე თუმცა ეს იმიტომ კი არ არის კარგი რომ ქართველები გამოფხიზლდებიან და რაღაცა და უიმე ევროპებში ვეღარ წავალთ ან აი მე რო იქ მინდოდა რა ქვია ბრიუსელში მინდოდა ტრიფი და რაღაცა ესეთი მაგიტო კი არ არის კარგი რომ ქართველი ვიღაც შეიძლება გამოფხიზლდეს ვერავინ ვერ გამოფხიზლდება რაღაცა ანწუხელიძეს რო გიგინებენ და მაღაზე ვერ ფხიზლდები ესა რა ქვია ტრაკის ქნება რო აღარ შეგეძლება იბისაზე ეს არ ნიშნავს იმას აღარაფერი არ გიშველის მოკლედ კარგი არის იმიტომ რომ იმსახურებს ქართველი ხალხი ამას ო კაი მე და შენ ვეღარ წავალთ ევროპებში მაგრამ არა უშავს ჩვენც ვიმსახურებთ იმიტომ რომ ჩვენი წვლილიც არის ამაში ხო ანუ ვინი ჩაგრება ვის გამო ახლა რა ვიცი მაგაზე რომ დაფიქრდები ერთხელ რომ ანუ რის გამო გიფუჭდება შენ მთელი ცხოვრება და რა ვიცი მე ანუ არას არ იწვა შენ ახალგაზრდობის მთელი პრობლემა რა არის რომ დღემდე 60 წლის ხალხი უწყვეტს არჩევნებზე ვინ იქნება ხელისუფლებაში და მაგაზე არ ბრაზდება ანუ წარმოიდგინე როგორი იმპოტენტი ხარ ახალგაზრდა რომ 60 წლის და რომელსაც ანუ დიდი ალბათობით ანუ სამეგობროებში არის რომ რაღაც მიკრდალავიან რაღაცებს და ანუ რაღაც გაბრაზებული გამწარებული რაღაც რა ვიცი მე 9 საათის მერე რა ვიცი მე გარეთ აღარ უშვებს რა და იმაზე არ ბრაზდება რომ მთელი ქვეყანა ის რა ქვია დგას 60 წლის ადამიანების რეალსებზე 60 წლის ადამიანებიც ერთია 60 წლის ადამიანები ერთია ეს არის დგას მანონი დეიდებზე მანონი დეიდებზე ხო და მანონი დეიდების და ვერაფერ ანუ და ქართველი ახალგაზრდა მაგას ვერაფერს ვერ ეუბნება yes ანუ ის რო რა ქვია ზაზა შათერიშვილმა რო თქვა ცოტა დიდმა ფილოსოფოსმა მე ვაფასე ბატონო შათერიშვილს თუ მოხვალ ბატონო ზაზა აი ვისაუბრებ შენთან და ჩვენ საერთოდ ვნახავთ მართლა უყურე ამ ყველაფერს და ბატონო ზაზა თქვენ თუ მობრძანდებით ჩვენთან გადაცემაში 1000 წლიანი ნაცრაიხი რო დაიწყება თქვენ არაფერი არ მოგხდებათ მე ვიქნები ამის პირადი გარანტი
ამის გარანტია ვარ ბატონოსაზე. კი, და პირიქით ადგილს ჩვენ მე დიდი გადაცემა გვექნება, უფრო გამარჯვებული გადაცემა გვექნება და პერმანენტულ ადგილს მოგიჩენთ როგორც coach experts. მეტი რა გინდა ვერ გავიგე. ზაზა, ჩვენ ვილაპარაკებთ ჩინეთზე. ვიცი რო გიყვარს, მეც ვიცი ჩინეთი. მოდი. და ალკოჰოლიც ექნება. ალკოჰოლი და გიყვარს კი ყველას. ხო, რა უნდა მეთქვა კაცო ყურადღება გადამატანი. ხო, ანუ ეს რა ქვია, ახალგაზრდებს ვილაპარაკობთ და ეს ზარსაცილიშმა როგორც თქვა რომ ქართულ ახალგაზრდას ხო ეს არ შეუძლია რომ ეს თავის მშობელს ესე ანუ მეტაფიზიკურად და როგორც ფილოსოფოსი ვიტყვი რომ დაუპირისპირდეს. განა იმაში რომ ანუ რაღაც მართლა ფიზიკურად დაუპირისპირდეს, არამედ იდეურად ვერ უპირისპირდება, იმიტომ რომ ქართულ ახალგაზრდას იდეები არ აქვს. ქართული ახალგაზრდას იდეა არის რომ ის რა ქვია ბასიანზე წავედი შაბათს, ანუ ან მაგაზე ტრიალებს რა და კოცები მაგაშია შეჭქვიანები რომ ბასიანის იმას არ უკრძალავენ, ბასიანზე გულობას არ უკრძალავენ. ერთადერთი აქცია ეს იყო რა ქვია დარბევა რო იყო გახსოვს ბასიანის შეშევარდა. ამხელა აქცია იყო გახსოვს, როგორ იყო ხალხი გამოსულა ამას არ მოვითეთ, მაგრამ ეგეც იმან რა ქვია კოცმა იმან რა ქვია ფლობელმა ბასიანის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებ, ხო აჭამეს ახალგაზრდებს, ხო გაჭამეს. ხო ჭამეთ. ეგ არიან საბოლოო ჯამში, ანუ როცა დაცლილი ხარ იდეებისგან, ხო? ვერ შეძლებ რომ მანონის დაუპირისპირდე, იმიტომ რომ მანონი რაც არ უნდა იყოს სავსეა იდეებით, ანუ კი, ზენციური მანონი არის. შეიძლება ეს სასაცილო ჟღერს, მაგრამ ანუ მანონი ძალიან პრინციპულია იმაში, რომ მისთვის ქართულობა არის ეგ და შენ თუ გინდა რომ ეს შეცვალო, მაშინ მაგას უნდა დაუპირისპირდე ალტერნატიული იდეები და ალტერნატიული იდეებს ჭირდება შექმნა. ეს არ არის რომ ალტერნატიული ის რა ქვია იდეები არ იბადება იმაზე რა ქვია, რა ვიცი, კიდევ ერთხელ გავმეორდები კვირას კოკაინის გაყნოსვაში. ეს არ ხდება, ეს დაივიწყე შრომებზე ცადამყვანას არ მოყავს იდეები რა. არ არის ესე და თუ მართლა ანუ რამე გჭირდებათ, რა ვიცი, ანუ დაფიქრეთ იფიქრეთ და ქართველო ახალგაზრდა და ვაიმე ბოდიში ფული მოგვეცით რომ ეს იდეები თქვენ მოგცეთ რომ მე თქვენ სხვა იდეებზე იფიქრეთ. კი ხო, ანუ ჩვენ ვიაზროვნებთ თქვენ მაგებას, არ არის პრობლემა, კაცო, კოკაინის წილიდან ცოტა ჩვენ მოგეცით. ნაკლებ გაიყნოსეთ. ხო, ქართველო ახალგაზრდა, შენ რომ მანონი გჯობნის, ესე იგი ხარ ბანძი და მანონი რო გჯობნის, ესე იგი შენ გაიზრდები მანონზე უარესად. და ამიტომ ეხა შენ გძენია რომ აქ მე ხო ზატო ევროპა ვიცი რა არის და მანონიმ რა იცის ევროპა რა არის. გახდები მანონის ასაკის და უბაზე უარესი იქნები ანუ არა ხო ჩაულებრივ ანუ რა რითი სხვა მხრივ მაგრამ რითი განსხვავდება საბოლოო ჯამში თუ შენც ეს რა ქვია კოცები როგორც ამბობენ ხო თუ შენც დაშტამპული აზროვნებით ხარ რა მნიშვნელობა აქვს მანონი ხარ თუ ლიბერალა ბავშვი ხო ანუ ერთ და იგივეა ლიბერალი ვილიამონიდან აი ეს მე ვარ კი ბატონო ხო ნუ მოკლედ საბოლოო სიტყვები რო ვთქვათ შენ ხუთიანს წერ მან არა ძალიან კარგი უფრო სხვა რაღაცას გავსვეს. მაგრამ ხუთიანი იგივე იდეოლოგიის მატარებელია. ხო. ეს გადაცემის დასრულებამდე არ დასრულდება. ხო. მოკლედ თუ მოგწონთ ჩვენი გადაცემა და მე მომწონს ჩვენი გადაცემა, მაგრამ შეიძლება მე თუ მომწონს, ესე კარგია. ანუ თქვენც უნდა მოგწონდეს და თუ არ მოგწონთ მაშინ. მე რამდენი წუთია? მე რამ წუთია? ხუი ვოზნაი წუთია და აქამდე ხართ, ესე იგი მოგწონთ მოკლედ და ჩაიჯვით რა. გამოგვიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ ის, რომ ძალიან მაგარი გადაცემა გვაქვს, იმიტომ რომ გვაქვს, ჩემი აზრით სწორია. და ხო, ფული მოგვეცეთ. ეგ არ შეიძლება მაგის თქვა. ხო, მოკლედ. Goodbye. რამე ხო არ გაქვს სათქმელი? არა, გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. კაი, სიგარეტი მაქვს მოსწევი. წავედით.